საფარქვეშ ჯონ ბევირი თავი მეორე ძნელია წვეთის წინააღმდეგ დარტყმა დემოკრატიული აზროვნებით ცათა სამეფოს პრინციპების გაგება რთულია ჩემს წინაშე ერთი გამოწვევა დგას რომლის გადაჭრა შეუძლებელია ღვთისმადლის გარეშე ვცდილობ ძალაუფლების საკითხი შევასწავლო ყოველდღიურად მზარდ ურჯულოებაში ჩაფლულ ქვეყნიერებას ამრიგად რაც ამ წიგნში ჩამოვაყალიბე ჩვენი საზოგადოების აზროვნების პრინციპებს ეწინააღმდეგება მრავალი სხვადასხვა გზით დაგვაპროგრამეს რომ აქ გადმოცემული საფუძვლიანი ჭეშმარიტებებიდან განსხვავებულად გვეფიქრა სწორედ ასეთია სატანის ჩვენი სულის მტრის ტაქტიკა იგი თავის ბადეში გვახვევს იმით რომ ბოროტს სასურველად გვაჩვენებს ხოლო კარგს გამათავისუფლებელსა და წმიდას ბორკილებად გვისახავს თავდაპირველად სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი გაიხსენეთ ედემის ბაღი მისმა მეთოდმა საოცრად იმოქმედა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა სწორედ ამიტომ გვაფრთხილებენ ნუ ტყუვდებით ჩემო საყვარელო ძმებო იაკობის პირველი თავის მე-16 მუხლი და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება კეთილი სასურველი და სრულყოფილი რომელთა მე-12 თავის მეორე მუხლი გამოცდილება მკარნახობს რომ დასავლეთის საზოგადოება ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ღვთისსიტყვის ჭეშმარიტ მოსმენას ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს სამეფოს პრინციპების გაგება ადვილი როდია დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანისთვის დემოკრატია მშვენიერია მსოფლიოს ერებისთვის მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ღვთის სამეფო ნამდვილი სამეფოა მას მეფე მართავს და იქ იერარქია წესრიგი და ძალაუფლება არსებობს ამ სამეფოს კანონები არ ექვემდებარება პოპულარულ მოსაზრებებს ხმის მიცემას ან გამოკითხვის შედეგებს ღვთისმცნებები არ დაიყვანება ჩვენს აზრებზე თუ რა მიგვაჩნია საუკეთესოდ რადგან ევა ძალზე მოხერხებულად მოატყუეს როცა ამაზე ფიქრი დაიწყო ამრიგად როგორც სამუელმა გამოუცხადა მთელ ხალხს მეფის უფლებები და ჩაწერა წიგნში პირველი სამუელის მე-10 თავის 25 მუხლი ისე ჩვენც უნდა მივიღოთ სამეფოს პრინციპები დღეს რადგან საზოგადოება სამეფოს გზების გათავისებაში ხელს არ შეგვიწყობს თუ შევეცდებით ქვეყანაში გავრცელებული აზროვნების მქონე მორწმუნეების სახით ვიცხოვროთ და ასეთი დამოკიდებულება ვიქონიოთ ძალაუფლების მიმართ უკეთეს შემთხვევაში არაეფექტურები ვიქნებით უარეს შემთხვევაში კი საფრთხეს ვერ ავირიდებთ ჩვენი უზრუნველყოფა და დაცვა დაბრკოლდება ან საერთოდ დავკარგავთ როცა ჭეშმარიტ სიცოცხლის წყაროს მოვწყდებით ეს დაემგვანება ბეისბოლის თამაშს ცხოვრებაში იმ დროს როცა ღმერთი ფეხბურთის ჩემპიონატში მიგვიწვის ასევე მიზანშეწონილია შედარება როცა ელექტროხელსაწყოს დენის წყაროსთან მიერთების გარეშე ვიყენებთ დღესდღეობით ხშირად ხდება რომ ხელისუფლებასთან უთანხმოებისას ჩივილით და პროტესტით ვცდილობთ მის გამოწვევას ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო ხომ ხალხისგან ხალხის მეშვეობით და ხალხისთვის უნდა არსებობდეს ეს და სხვადასხვა სახის დემოკრატიული სტილის აზროვნება ქრისტიანობაში შემოიპარა და ბევრი ადამიანი დააყენა თვითმმართველობის მაცდურ გზაზე ამ მიმართულებით სიარულისას ისევ გრძელდება ძალაუფლების გამოწვევა უხეში წინააღმდეგობით ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ხელისუფლებისადმი ზიზღის ისეთი დონე განივითარა რომ მის არსებობას სრულად უგულებელყოფს ამრიგად მათ სრულიად დაკარგეს ღვთისშიში არც ერთი ასეთი მიდგომა არ მოიტანს ჩვენთვის ნანატრ თავისუფლებას წერილი ამბობს თუ გაუგონებენ და ემსახურებიან კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს ნეტარებაში და თუ არ გაუგონებენ მახვილით დაეცემიან და უმეცრებაში დაიხოცებიან იობის 36 თავის მე-11 და მე-12 მუხლი აქ სხვა არავინაა ნაგულისხმები თუ არა ღმერთი ყურადღება მიაქციეთ აღთქმას მისი ძალაუფლების დამორჩილებას უზრუნველყოფა და დაცვა მოსდევს შედეგად გარდა ამისა დაანკვირდით მოსალოდნელ საფრთხეს რაც მისი მმართველობის უგულებელყოფას მოსდევს
ძალაუფლების დაპირისპირებით ვეძებთ თავისუფლებას, რომელსაც ვკარგავთ, როცა მას არ ვემორჩილებით. ჩემს მეუღლეს აქვს ასეთი გამოთქმა. მორჩილებაში არის თავისუფლება, ხოლო ამბოხებაში ბორკილები. ეს იობის წიგნიდან მოყვანილი მონაკვეთის შეჯამებად გამოდგება. მამანმა შეიძლება თქვას, მე ღმერთს ვემორჩილები, მაგრამ არა ადამიანს, თუ მას არ ვეთანხმები. აი სად გვაბრკოლებს ჩვენი აღზრდა და არასწორი ეკლესიური აზროვნება. ღვთის ძალაუფლებისადმი მორჩილებას მის მიერ გადაცემული ძალაუფლებისადმი მორჩილებისგან ვერ განვასხვავებთ. ყოველგვარი ძალაუფლება მისგან მოდის. მოусმინეთ რას გვარიგებს წმინდა წერილი. ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას. ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ღვთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რომაელთა მე-13 თავის პირველი და მეორე მუხლი. ამ მონაკვეთზე დიდი დაფიქრება გვმართებს და უფრო ღრმად მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა კი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს განმარტავ. პირველი, ღმერთი ადგენს ყოველგვარ ძალაუფლებას. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის გარეშე ვერც ერთი ლეგიტიმური ხელისუფალი ვერ დადგება ამ პოზიციაზე. ეს აზრი ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ გულში. ბევრისთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ადამიანებმა გამოსცადეს მკაცრი, სასტიკი და უპატიოსნო მმართველობები. და მაინც აუცილებელია კარგად ჩავუკვირდეთ ზემოხსენებულ სიტყვებს. გვეუბნებიან, რომ არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღვთისგან. ეს რას ნიშნავს? ეს არ ნიშნავს, რომ ყოველგვარი ხელისუფლება ღვთისნიერია, სხვაობა დიდია და ამ საკითხს უფრო ღრმად განვიხილავთ. მეორე, ძალაუფლებათა წინააღმდგომა უფლის, თავად ღვთის მიმართ ამბოხებას ნიშნავს. და ასეთები მსჯავრს დაიტეხენ თავზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ზეციერი მამა და არა ძალაუფლებას მოწყურებული წინამძღოლი ამბობს ზემო მოყვანილ სიტყვებს, ხოლო მთელი წერილი ღვთივსულიერია. მეორე ტიმოთეს მე-3 თავის მე-16 მუხლი. ადამიანთა მიერ გაუგუღმართებული ძალაუფლება არ ნიშნავს, რომ ის ღვთისგან არ არის დაყენებული. გარდა ამისა, ბევრი არც თუ სწრაფად და ხალისით აღიარებს, რომ ისინი თავს ღვთის წინაშე ვალდებულად თვლიან, მაგრამ არა ხელისუფლების წინაშე. ვინც ასე ფიქრობს, შორს არ არის მასთან შეჯახებისგან, ვისაც უფალს უწოდებენ. გაიხსენეთ იესოს სიტყვების სავლეს მიმართ, რომელსაც პავლე ეწოდა შემდგომ. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა. მოციქულთა საქმეების მე-9 თავის მე-5 მუხლი. ბიბლიის დროის მიწათმოქმედები წვეტიან ჯოხებს იყენებდნენ. ერთი ასეთი ჯოხი წარმოადგენდა 8 ფუტის სიგრძის მუხის ან სხვა მყარ ხის ჯოხს, რომელსაც ქერქი შემოცლილი ჰქონდა. ჯოხის ბოლოში დამაგრებული იყო წვეტი. მათ ხვნის დროს ხარების სამართავად იყენებდნენ. ხარს არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ამ מחვილ იარაღს, რომელიც საკმაოდ კივილსა და ზიანს მიაყენებდა. პავლეს დღეებში ზემოხსენებული გამოთქმა ზემდგომი ძალაუფლების წინააღმდეგ მოქმედების ამაოებაზე მიანიშნებდა. მოდით ის ჩვენს თანამედროვეობას მოვარგოთ. წვეტს ლურსმანი ვუწოდოთ. სრული უგუნურება და მტკივნეულია ლურსმანის მახვილი წვეტის წინააღმდეგ მოქმედება. ვინც ღვთის ძალაუფლებას პავლეს მსგავსად პირდაპირ ანირიბად, საუბარია გადაცემული ძალაუფლების მიმართ, ეწინააღმდეგება აღმოაჩენს, როგორ ურტყამს წვერმახვილ ლურსმანს. უფრო ხშირად ეს მტკივნეული განცდა გახლავთ და საკმაოდ ბევრ ადამიანს ამ გაკვეთილის სწავლა რთული განსაცდელის ფასად უჯდება, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო. საკუთარი თვალისამხელი გამოცდილება. როცა ტკივილზე ვლაპარაკობთ, მახსენდება იმ ფაქტისადმი თვალისახელა, რომ გადაცემული ძალაუფლებისადმი წინააღმდეგობა რეალურად ღვთის წინააღმდეგობას ნიშნავს. ჩემთვის სამუდამო მონუმენტად იქცა, თუ რა სიბრიყვია ლურსმის მახვილი წვეტის წინააღმდეგცემა. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ერთ დიდ საერთაშორისო ეკლესიაში ახალგაზრდების პასტორის პოზიცია შემომთავაზეს. ლოცვისა და საოცარი დამოწმებების შემდეგ დავთანხმდი და ეს ღვთის ნებად მივიჩნიე.
ძალზე აღელვებული ვიყავი, რადგან იქამდე ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. თუმცა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და გავლენიანი ეკლესიის შტატის ნაწილი გავხდი. ახალგაზრდული მსახურების სახელმძღვანელოების ხარბად ათვისება დავიწყე. ერთი წიგნის ავტორი იყო ლუიზიანის ეკლესიის ახალგაზრდების პასტორი, რომელსაც გამორჩეული სასწავლო პროგრამა ჰქონდა. ჩემს მდივანს ვთხოვე იმ ეკლესიაში დარეკვა და გამორკვევა, შემეძლო თუ არა გადაფრენა და იმ ჯგუფთან 2 დღის გატარება. იქაური წინამძღოლები გულიანად დამთანხმდნენ და თარიღიც შევათანხმეთ. ჩასვლისთანავე აღმოჩნდი 4 შაბათს საღამოს ახალგაზრდულ მსახურებაზე. გაოცებული დავრჩი. მათ საკუთარი 1500 კაციანი დარბაზი ჰქონდათ და ის მთლიანად სავსე იყო. ისინი არც თამაშობდნენ და არც ადვილად მისაღებდა კომპრომისულ სიტყვას არ გადაგებდნენ. ყურადღება მახვილდებოდა სიწმინდესა და ძალაზე. უფრო მეტიც, ახალგაზრდებს უხაროდათ იქ ყოფნა. ჟრუანტელი მივლიდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ჯგუფში მოვხვდი, რომლისგანაც ბევრი რამ ისაკრიფას შევძლებდი. მეორე დღეს ეკლესიის წინამძღოლებს შევხვდი. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ საკუთარი ახალგაზრდული ადმინისტრაციული შენობა, 2 სრულ განაკვეთზე მომუშავე ადმინისტრაციული დამხმარე და 4 სრულად დასაქმებული ახალგაზრდების პასტორი აღმოაჩნდათ. მომდევნო 2 დღე 4-ვე პასტორთან ერთად გავატარე. შეკრებებსა თუ მათ ფარგლებს გარეთ. მათი სტატისტიკური მონაცემები საარაკო იყო. იმ დროისთვის 1250 ახალგაზრდა ჰყავდათ და წინ საოცარი ტემპით მიდიოდნენ. 4-დან თითოეულმა პასტორმა მითხრა, რომ მათი მსახურების წარმატება მეტწილად საღამოებს ეფუძნებოდა, რომელთაც ყოველ პარასკევს საღამოს მართავდნენ ქალაქის 100-ზე მეტ ლოკაციაზე. სინამდვილეში ეს საღამოები სახლის ჯგუფებს წარმოადგენდა და მათი მიზანი ახალგაზრდების გადარჩენა იყო. ეს კონფერენცია მარტივი და საფუძვლიანი მომეჩვენა. საკმაოდ რთულია ურწმუნო მოზარდების ეკლესიაში მოზიდვა. მაგრამ საღამოზე მოწვევა ადვილია. კვირის განმავლობაში ახალგაზრდული ჯგუფის თითოეულ წევრს ევალებოდა სკოლიდან ერთ ადამიანთან მუშაობა და პარასკევის საღამოზე მოწვევა. იქ მყოფები ერთად მიირთმევდნენ საჭმელს. ერთმანეთს ეცნობოდნენ და თანამედროვე ქრისტიანულ მუსიკას უსმენდნენ. შემდეგ დაყენებული წინამძღოლი უფროსკლასელი ან კოლეჯის სტუდენტი ბიბლიაზე დაფუძნებულ ჯგუფურ განხილვას იწყებდა, რომელიც გადარჩენის თემაზე საუბრის განვითარებას ემსახურებოდა. მას შემდეგ ახალგაზრდებს იესოსთვის თავის მიძღვნის შესაძლებლობა ეძლეოდათ. ბევრი ახალმოსული სულიერ ხსნას იღებდა. ისინი ცალკე გაჰყავდათ და მითითებებს აძლევდნენ ეკლესიასთან მოზიარეობის მნიშვნელობაზე. ცვლიდნენ საკონტაქტო ინფორმაციას და 4 შაბათს საღამოს ახალგაზრდულ მსახურებაზე ეპატიჟებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ საღამოს დავესწარი. დაახმტოვანებული დავრჩი, როცა რამდენიმე ურწმუნო ახალგაზრდამ თავი იესოს მიუძღვნა. ეკლესიაში დაბრუნებულმა მიღებული ინფორმაცია ჩემს დამხმარეს გაუზიარე. ლოცვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთანაც მსგავსი პრინციპი თქვემოქმედა. ასევე ჩვენი ხედვა აღტაცებით გაუზიარე უფროს პასტორს. როცა საკვირაო მსახურების შემდეგ მანქანების დასაყენებელ ტერიტორიაზე შევხვდი. მან გამამხნევა და მითხრა: დიდებულია. იმოქმედე შესაბამისად. 8 თვიანი დაგეგმვა და შრომა. ლოცვისას ღმერთმა გეგმა მომცა. დაუყოვნებლივ უნდა დამეწყო წინამძღოლთა მოსამზადებელი სკოლა. ამის შესახებ სამშაბათს საღამოს მთელ ახალგაზრდულ ჯგუფს გამოვუცხადე და ჩემ დაგასახარად მომდევნო კვირას დილის მსახურებაზე მათგან 70-მა ლიდერობის სკოლის გავლაზე თანხმობა განაცხადა. მათთვის 6 თვის მანძილზე ყოველ კვირას უნდა მესწავლებინა წინამძღოლობის პრინციპები, როგორიცაა ერთგულება, შინაგანი სიწრფელე, მიძღვნა, მომსახურება, ხედვის ქონა. 5 თვის შემდეგ უფალი ჩემს გულს ლოცვაში დაელაპარაკა და ასე მითხრა: წინამძღოლობის კლასიდან 24 ახალგაზრდა აირჩიე და მათთვის დამოწაფების გაკვეთილები დაიწყე. ამ ჯგუფიდან შეარჩევ საღამოების პირველ ლიდერებს. ყისვე შეუდექი ლიდერთა წვრთნას სახლის ჯგუფების პირველი რიგისთვის. მომდევნო 2 თვის მანძილზე ის წინამძღოლების საშინაო ჯგუფის საღამოებისთვის მოვამზადე და სამშაბათ საღამოს მთავარ ახალგაზრდულ ჯგუფს საღამოების წარმართვის ხედვა გავუზიარე.
მე და ჩემმა დამხმარე პასტორმა დავამუშავეთ წინამძღოლთა სასწავლო პროგრამა და მრავალი სხვა დეტალი, როგორიცაა საღამოების ლოკაცია, ქალაქის დაყოფა სასკოლო ზონებისა და საფოსტო კოდების მიხედვით. ასევე განვსაზღვრეთ, როგორ უნდა გაზრდილიყო ჯგუფები და როგორ გვეწარმოებინა ახალმოსულთა შემდგომი მოკითხვა. ამ საქმეში მთელი სული და გული ჩავაქსოვეთ, რომ დაღუპულ სულებამდე მიგვეღწია. ყველა აღფრთოვანებული იყო. წინამძღოლებიდან ხედვამ თანდათან მიაღწია ახალგაზრდული მსახურების რეგულარულად დამსწრეთა რიგებამდე. ახალგაზრდები უკვე ლაპარაკობდნენ იმ ადამიანებზე, რომელთა დაპატიჟებასაც გეგმავდნენ საღამოებზე დასასწრებად. ვლოცულობდით, რომ ღმერთი შეხებოდა ახალგაზრდების გულებს გამოსახმაურებლად და დაენახათ იესოს და საკუთარი სულის გადარჩენის საჭიროება. მე და ჩემი ასისტენტი უკვე ვხედავდით, თუ როგორ ივსებოდა დარბაზი. 2500 ახალგაზრდით ყოველ სამშაბათ საღამოს. ალბათ იმის თქმა, რომ ხედვით და ვნებათა ღელვით ვიყავით დამხტულები, არაფრის თქმას ნიშნავდა. შეკრება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. პირველი საღამოების დაწყებამდე 3 კვირით ადრე პასტორთა ყოველკვირეულ შეკრებაზე მივედი და სრულიად მოუმზადებელი აღმოუჩნდი იმისათვის, რისი გაგონებაც მომიწია. ჩვენმა უფროსმა პასტორმა 11-ვე დამხმარე პასტორს მოგმართა და გამანადგურებელი სიტყვები მოვისმინე. ბატონებო, სულიწმიდა მაჩვენა, რომ ჩვენი ეკლესიის მიმართულება არ იქნება სახლის ჯგუფების განვითარება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ ნებისმიერი პატარა ჯგუფის შეკრება, რომელიც ეკლესიის წევრების სახლებში ფუნქციონირებს. ყურებს არ ვუჭერებდი. ეს შეცდომა ან რაღაც გაუგებრობა უნდა ყოფილიყო. ჩემი თანაშემწის ელდანაცემ მზერას შევეფეთე, რადგან ორივენი დაბნეულები ვიყავით. შევეცადე თავი გამემხნევებინა ასეთი აზრით. ის ალბათ ახალგაზრდებს არ გულისხმობდა. სხვა პასტორები ჰყავდა მხედველობაში. სახლის ჯგუფები ჰქონდათ მარტოხელების, ხანდაზმულებისა და დაქორწინებული წყვილების პასტორებს. სხვა სახლის ჯგუფებიც არსებობდა, მაგრამ დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამიტომ მათ მსახურებაზე ყურადღებას არ გაამახვილებდნენ. მათი ჯგუფები უფრო წევრებზე მზრუნველობის მიზნით იკრიბებოდნენ. ხოლო ჩვენი საღამოები თავისი არსით სამახარებლო იყო. გარდა ამისა, უფროს პასტორს ამაზე 5 თვის წინ შევუთანხმდი მანქანების პარკინგზე და მან ასე მითხრა საქმე შეუდექი. ამრიგად, დავასკვენი, რომ ახალგაზრდული განყოფილება გამოცხადებული მორატორიუმიდან გამონაკლის წარმოადგენდა. მეტი ლოდინი აღარ შემეძლო. მე ვუთხარი. მაპატიეთ პასტორო, ალბათ ახალგაზრდულ მსახურებას არ გულისხმობთ, არა? მან შემომხედა და მითხრა. ჯონ, სულიწმიდა მაჩვენა, რომ ამ ეკლესიის მიმართულება არ უნდა იყოს სახლის ჯგუფების განვითარება. ისევ დაველაპარაკე. პასტორო, გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ლუიზიანაში რომ გავფრინდი ახალგაზრდულ მსახურებასთან შესახვედრად. მათ 1250 უფროსკლასელი ჰყავთ ახალგაზრდულ ჯგუფში. 4-ვე პასტორმა დამიდასტურა, რომ ეს სახლის ჯგუფების დამსახურებაა. პასტორმა ისევ შემომხედა და გაიმეორა. ჯონ, სულიწმინდა მაჩვენა, რომ ამ ეკლესიის მიმართულება არ გადის სახლის ჯგუფების განვითარებაზე. კიდევ გავიმეორე და თან ჩემი აღელვება იზრდებოდა. ასე ვფიქრობდი, ეტყობა ვერ გავაგებინე. ისევ მიმმართე. პასტორო, ძალზე ძნელია ურწმუნო ახალგაზრდების ეკლესიაში მოყვანა, მაგრამ საღამოებზე ნებისმიერ უფროს კლასელს დავპატიჟებთ. სწორედ ამაზე გელაპარაკეთ 5 თვის წინ და გითხარით, რომ ჩვენი მსახურება სახლის ჯგუფებზე ფოკუსირებული იქნებოდა დაღუპულთა გადასარჩენად. მან ისევ გამიმეორა. ჯონ, სულიწმიდა მაჩვენა, რომ ამ ეკლესიის მიმართულება არ უნდა იყოს სახლის ჯგუფების განვითარება. მოუთმენლობა დამეთყო და შევეკამათე. პასტორო, ჩვენ ხომ მთელ დარბაზს შევავსებთ 2500 მოსწავლით. შესაძლებელია მთელი ორლანდოს, ფლორიდის შტატის ახალგაზრდების გადარჩენა. მან იგივე სიტყვები გაიმეორა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვეკამათებოდი. ოთახში მყოფები გრძნობდნენ, როგორ იძაბებოდა ვითარება. ჩემ დასაბედნიეროდ, ერთადერთი წინადადება, რომელიც პასტორის ბაგიდან გამოდიოდა, იყო ის, რაც მისი რწმენით ღმერთმა უთხრა. ბოლოს და ბოლოს დავწყნარდი, მაგრამ შიგნიდან ვდუღდი. ამის შემდეგ შეკრებიდან თითქმის არაფერი მომისმენია. ხოლოდ ამაზე ფიქრი შემეძლო. 8 თვე ვიშრომეთ. მან ამის შესახებ იცოდა, თვეებით ადრე გავაფრთხილე.
როგორ შეეძლო იმ საშუალების ჩაკეტვა, რომელიც ასობით კი არა, ათასობით ადამიანს მოიყვანს სასუფეველში. იგი ღვთის მოძრაობას აბრკოლებს. რა უნდა ვუთხრა ახალგაზრდებს? რას იფიქრებენ წინამძღოლები? უზიანაში გადავფრინდი, რამდენი ფული და დრო გავფლანგე. არც კი მჯერა, რომ ეს მართლა ხდება. ფიქრებს დასასრული არ ჰქონდა და ყველა მათგანი საღი აზრის შემცველი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვთის თვალშიც მართალი გახდით. მაგრამ პასტორი ამას ვერ აცნობიერებდა. როცა შეკრება დასრულდა, ის არივით გავვარდი საკონფერენციო დარბაზიდან. ერთმა ხანდაზმულმა და გონიერმა დამხმარე პასტორმა ჩემთან დალაპარაკება სცადა, რომ შევეკავებინე და ვენუგეშებინე, მაგრამ გადავხედე მას და ვუთხარი: ფრედ, ლაპარაკი არ მინდა. მან დაინახა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და უკან დაიხია. სახლში მანქანით წავედი და გონებაში არაერთხელ ჩამოვთვალე მიზეზები, რის გამოც უფროსმა პასტორმა ეს საშინელი შეცდომა ჩაიდინა. ბრაზი უფრო მემატებოდა, რაც მეტად ვფიქრობდი მის გადაწყვეტილებაზე. ასეთი აზრები მომდიოდა. მას არაფერი გაეგება სახლის საღამოების ეფექტურობაზე, რადგან ჩემნაირი კვლევა არ ჩაუტარებია. იგი უბრალოდ შემოვიდა და ერთი ხელის მოსმით გაგვიუქმა თვეების მძიმე შრომის ნაყოფი ისე, რომ არაფერი გამოუძიებია. ის კლავს ყველაფერს, რაც ეკლესიის და ახალგაზრდული ჯგუფის ზრდას ემსახურება. იგი ადამიანებს აბრკოლებს გადარჩენის მიღებაში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფიქრებისა, რომლებიც თავში მიტრიალებდა სახლისკენ მიმევალ გრძელ გზაზე. საღად ვმსჯელობდი და გამართლება არ ჰქონდა იმას, რაც შეკრებაზე მოხდა. სახლისკენ გადავუხვიე. წინაკარი გამოვაღე და ცოლს შევხვდი. არ მივსალმები ვარ, მაგრამ იმედგაცრუებული ხმით ვუთხარი. არც კი დაიჯერებ, რა გააკეთა. ლიზამ ჩემი ხმის ტემბრის გაგონების თანავე მკითხა, ვინ და რა გააკეთა. პასტორმა სახლის ჯგუფების საღამოები გააუქმა. წყალში ჩაგვიყარა მთელი ახალგაზრდული ჯგუფის 8 თვიანი შრომა. შეგიძლია ამის დაჭერება. მან შემომხედა და ძალზე მშვიდი და სერიოზული ხმით მითხრა: გასაგებია, როგორც ჩანს ღმერთს შენთვის რაღაცის სწავლება სურს. შემდეგ ის ფოიეში შევიდა და ჩვენი საწოლი ოთახისკენ გაემართა. ახლა ლიზაზე გაუბრაზდი. ჩემს თვალში მას სიბრძნე და სულიერი გაგება აკლდა. მასაც არაფერი გაეგებოდა უფროსი პასტორის მსგავსად. მაშინვე სამზარეულოსკენ გავექანე, რომელიც საწოლი ოთახის საწინააღმდეგო მხარეს იყო. ფეხების კამზე შემოვაწყე, წინა ფანჯარაში ყურება დავიწყე და გავაგრძელე ფიქრები თუ როგორ ცდებოდა ჩემი პასტორი. თუმცა მათ კიდევ დაემატა რამდენიმე ახალი აზრი ჩემი ცოლის უგრძნობელობისა და სულიერი გარჩევის უნარის ნაკლებობაზე. ბატონთან შეხვედრა. ფანჯარაში გავიხედე თუ არა, სულიწმინდა მყისვე დაელაპარაკა ჩემს ხულს. მან მითხრა: ჯონ, ვის მსახურებას აშენებ? ჩემსას თუ შენსას? გაჭირვებით ამოვილუღლუღე. შენსას უფალო. მან სწრაფად მიპასუხა: არა, ასე არ არის. შენს მსახურებას აშენებ. მე ვუთხარი: უფალო, ურწმუნო მოსწავლეთა უმეტესობას ეკლესიაში ვერ მოვიზიდავთ, მაგრამ საღამოები სულ სხვა ამბავია და დავიწყე მის წინაშე მთელი სტრატეგიისა და ნაფიქრის გადმოშლა. თითქოს მან არაფერი იცოდა, რა ადვილად ვწთუნდებით. უფალი დაელოდა, სანამ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდოდა და შემდეგ მითხრა: ჯონ, როცა ეკლესიაში იმ ადამიანის მსახურებისთვის დაგაყენე, მისთვის მინდობილი მსახურება გავაფართოვე. მოგიწოდე, რომ მისი ხელები და ფეხები ყოფილიყავი. მთელი მსახურების პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი ადამიანია. მან მოსე გამახსენა. ბიბლია ამბობს, მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში. ებრაელთა მიმართ წერილის 3 თავის მე-5 მუხლი. ის გახლდათ წინამძღოლი, რომელიც ღმერთმა მთელ თემზე დააყენა. შემდეგ ღმერთმა იაკობი მომაგონა, ახალი აღთქმიდან. ის გახლდათ იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლი. იმ დროს მორწმუნეებს შორის კამათი მოხდა წინადაცვეთის საჭიროების გამო. საქმეების მე-15 თავი. პავლე, ბარნაბა, პეტრე, იოანე და დანარჩენი მოციქულები, ასევე იერუსალიმის ეკლესიის უხუცესები, ამ საკითხის გასარჩევად შეიკრიბნენ. სიტყვით პირველები გამოვიდნენ მორწმუნეები ფარისეველთაგან, რომლებიც ასევე წინამძღოლები იყვნენ. შემდეგ პეტრემ თქვა სიტყვა, შემდეგ პავლემ და ბარნაბამ ილაპარაკეს, რა გააკეთა ღმერთმა მათი მხრიდან წარმართებში. როცა დაასრულეს, იაკობი წამოდგა, შეაჯამა ნალაპარაკები და წესი დაადგინა.
ამიტომ მივიჩნევ. მან როგორც თავმა გადაწყვეტილება მიიღო და ყველა დანარჩენი პეტრეს, პავლესა და ივანეს ჩათვლით მას დაემორჩილა. იგივე შთამბეჭდავი თვალსაჩინოება ვიხილე, როცა ანგელოზმა პეტრე ციხიდან გამოუშვა. პეტრემ მორწმუნეებს უთხრა მარიამის სახლში. წადით და უთხარით იაკობსა და ძმებს, საქმეების მე-12 თავის მე-17 მუხლი. იგივე დამოკიდებულება იყო ლუკასა და პავლეს შემთხვევაშიც. როცა ისინი იერუსალიმში მივიდნენ, ლუკამ დაწერა. იერუსალიმში ასულების სიხარულით მიგვღეს ძმებმა. მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც. საქმეების 21 თავის მე-17 და მე-18 მუხლი. რატომ ახსენებენ პეტრე და პავლე იაკობს ორივე შემთხვევაში? ნათელია, რომ ის წინამძღოლი იყო და სხვებისგან გამორჩეულად სახელით არის მოხსენიებული. მას შემდეგ, რაც სათქმელი მითხრა, სულიწმინდამ განაგრძო. ჯონ, როცა ჩემი სამსჯავროს წინაშე წარსდგები, ამ ეკლესიაში მსახურების პერიოდისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად იმას კი არ გკითხავ, რამდენმა ახალგაზრდამ მიიღო გადარჩენა ორლანდოში, ფლორიდის შტატში. თავდაპირველად იმის გამო განისჯები, რამდენად ერთგულად ემსახურებოდი მწყემს, ვის ხელქვეითაც დაგაყენე. შემდეგ მან რაღაც ელდის მომგვრელი მითხრა. ფაქტობრივად, შეძლებდი ორლანდოს მთელი ახალგაზრდობის მოპოვებას და ჩემს წინაშე დაყენებას. მაგრამ განისჯებოდი იმის გამო, რომ არ დაემორჩილე და არ უერთგულე მწყემს, რომლის ძალაუფლების ქვეშაც დაგაყენე. ამის გაგონებაზე ღვთის შიშის განახლებული შეგრძნება მოვიდა. მთელი ჩემი თავდაცვის თანხლებით, მხოლოდ საგოზავი ვიყავი ოსტატის ხელში. მან განაგრძო. ჯონ, თუ ამ გზით სიარულს გააგრძელებ, ახალგაზრდები ერთი მიმართულებით სწავლენ, ხოლო ეკლესია სხვა მიმართულებით. შენ ეკლესიაში გაყოფას მოიტანა. ინგლისურად სიტყვა გაყოფის შესატყვისი division გახლავთ და პრეფიქსი d ორს ნიშნავს, ხოლო vision ხედვას. მათი გაერთიანებით მივიღებთ ორ ხედვას. რატომ არის დაყოფილი დღეს მრავალი ეკლესია და სახლი? თუ არსებობს ერთზე მეტი ხედვა. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ღვთის დაყენებულ ძალაუფლებას არ ემორჩილება. ღმერთი იმის გამო აყენებს ადამიანებს, ანუ ლიდერებს, რომ ნებისმიერი ორთვიანი ორგანიზაცია დაყოფისთვის არის განწირული. პასუხი და მონანიების შემდგომი პერიოდი. ყისვე მოვინანიე ჩემი ამბოხებული მდგომარეობა. ლოცვის შემდეგ მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. ტელეფონი ავიღე და უფროს პასტორს დავურეკე. როცა მან მიპასუხა, ასე ვუთხარი: პასტორო, ეს ჯონ ბევირია. პატიების სათხოვნელად ვრეკავ. ღმერთმა მაჩვენა, რომ ამბოხებული ვიყავი თქვენი ძალაუფლების წინააღმდეგ და დიდად შევწოდე. გთხოვთ მაპატიოთ. დაუყოვნებლივ გავაუქმებ სახლის ჯგუფებს. მან დიდ სულოვნად მაპატია, როგორც კი ყურმილი დავდე სულიწმინდამ ახალი კითხვა წამოწია. რას ეტყვი შენს 24 წინამძღოლს ამ შაბათკვირას? თვალწინ წარმომიდგა, როგორ შევდივარ ოთახში, სადაც ლიდერების ხედან და ნაღვლიანი, მონოტონური ხმით ვეუბნები. მეგობრებო, არ დაიჯერებთ რა მოხდა? ისინი ინტერესით მიყურებენ და მეკითხებიან, რა მოხდა? ისეთივე დამძიმებული ხმის ტემბრით ვაგრძელებ. იცით რომ ამ საკითხზე რამდენიმე თვე ვიშრომეთ, მაგრამ წყემსმა სახლის ჯგუფები გააუქმა. პარასკევს აღამოს შეხვედრები აღარ გვექნება. დავინახე მათი ვიშვიში და უკმაყოფილო ოხრა ამ გადაწყვეტილების გამო. ადვილი მისახვედრი იყო, რომ განაწყენებული იყვნენ უფროს მწყემსზე. ყველა მის მსხვერპლად ვიქეცით და რასაკვირველია, ამ ფონზე უკეთესიც ვჩანდი. გონებაში ამ სცენის აწონ-დაწონის შემდეგ სულიწმინდის კითხვა გავიგონე. მათთვის ამის თქმას აპირებ? ვუპასუხე: არა უფალო. მომდევნო შეხვედრაზე ლიდერებით სავსე ოთახში თავდაჯერებულმა შევაპიჯე. ვიღიმოდი და ხმაში აღტაცება მეტყობოდა. ენთუზიაზმით გამოვაცხადე. მეგობრებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. ისინი დიდი ინტერესით მომაჩერდნენ. რა მოხდა? მე გავაგრძელე. ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გვეშვა და გამოგვეზარდა რაღაც ისეთი, რაც მისგან არ არის. შტატის შეკრებაზე უფროსმა პასტორმა გითხრა, რომ სულიწმინდას არ უნდა ეკლესიის განვითარება სახლის ჯგუფებზე გადიოდეს. ამრიგად დაგეგმილი საღამოები გაუქმებულია. ჩანდა, რომ ჩემი აღმაფრენა ყველამ გაიზიარა და ერთხმად შესძახეს. ჰო, რა თქმა უნდა. მათთან პრობლემაც კი არ შემქმნია. მხოლოდ მე კი არ გამზარდა მიღებულმა გამოცდილებამ, არამედ ჩვენ ყველანი. მათ მოგვიანებით გავუზიარე, რაც მოხდა.
იმ 24 ახალგაზრდიდან უმრავლესობა სრული დროით დაკავებული მსახური გახლავთ და საქმე ყველას კარგად მისლის. მოდრეკილი და მონანიეგული. როცა უკან ვიხედები, ვწმუნდები, რომ ის შემთხვევა ჩემი ცხოვრებისა და მსახურების მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. საკუთარი ნააზრევით გული რომ გამესასტიკებინა და ჩემს სიჯიუტეში დავრჩენილიყავი, დღეს სულ სხვა ადგილზე ვიქნებოდი. ალბათ მომიწევდა საღამოების გაუქმება, რადგან სხვა გზა არ მექნებოდა. მაგრამ ჩემი გული უდრეკი, ამაყი და გაქვავებული დარჩებოდა. არასოდეს დაივიწყოთ ღმერთს მხოლოდ გარეგნული მორჩილება როდის სჭირდება, არამედ მოდრეკილი და მონანიეგული, რომელსაც ღვთისნების შესრულება სურია. სწორედ ამის გამო თქვა დავითმა 51 ფსალმონის 16 და 17 მოხლი. რადგან მსხვერპლი არ აქვს სურს, რომ შემოგწირო. შესაწირი ღმერთისა, სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ ღმერთო. შესაძლებელია დიდი მსხვერპლი გავიღოთ ცხოვრებაში, მრავალი საათი ვიმსახუროთ, ანაზღაურების გარეშე ვიშრომოთ, ძილი მოვიკლოთ, მოვძებნოთ ადამიანებამდე მიღწევის გზები და ბევრი მსგავსი რამ მოვიმოქმედოთ, რადგან მსახურების სია ამოუწურავია. ყველა ამ მსხვერპლს შეწირვით გართულები ადვილად წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი ძალისხმევა ღმერთს აამებს. თუმცა შესაძლებელია, რომ ყველა ამ საქმიანობის მთავარი мотиваცია საკუთარი ნების გატარების საცდურით იყოს აღგრძნებული. მოისმინეთ ეს სიტყვები. ღმერთს მოსწონს დაქვემდებარება, რომელსაც ნამდვილი მორჩილებისკენ მიხავხართ. ამ წიგნის მიზანი არ გახლავთ ღვთის ძალაუფლებისადმი დაქვემდებარების მნიშვნელობის სწავლა, არამედ სიყვარულისა და მოშურნეობის შექმნა მის დასამორჩილებლად. ვაცნობიერებ, რომ აქ მოყვანილ დამოწმებასთან დაკავშირებით უამრავი უპასუხო კითხვა გიტრიალებთ თავში. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერს: განა ღმერთმა არ გითხრა ლოცვაში იმ სახლის ჯგუფების შესახებ და მეორე, იქნებ პასტორიც ცდებოდა ეკლესიის მიმართულებასთან დაკავშირებით. იქნებ ეკლესიისთვის უკეთესი ყოფილიყო საოჯახო ჯგუფების განვითარება და შესაბამისად ის ცდებოდა, ხოლო შენ მართალი იყავი. იქნებ მასზე არასწორი ზეგავლენა იყო. რაც უფრო წინ წავიწევთ ჩვენს კვლევაში, ამ და კიდევ მრავალ სხვა კითხვას პასუხი გაეცემა და მაინც. სანამ გადაცემულ ძალაუფლებაზე ვილაპარაკებდეთ, თავდაპირველად უნდა დავადგინოთ ღვთის პირდაპირი ძალაუფლების დაქვემდებარების მნიშვნელობა. Watchman წერს: სანამ ადამიანი ღვთის მიერ გადაცემულ ძალაუფლებას დაექვემდებარება, ჯერ თავად ღვთის პირდაპირ ძალაუფლებას უნდა შეხვდეს. ღმერთთან მთელი ჩვენი ურთიერთობა იმით რეგულირდება, შევხვდით თუ არა ძალაუფლებას. თუ პასუხი დადებითია, ნებისმიერი ძალაუფლების შეხვედრას გავუმკლავდებით და ღვთისგან შეზღუდულები მის მიერ ვიქნებით გამოყენებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს ღვთის დაქვემდებარების მყარი ბიბლიური საფუძვლები. როცა ეს მიიღწევა, შეგვიძლია წინ წავიდეთ და გადაცემული ძალაუფლების მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ. ეს იქნება ქვაკუთხედი, რომელზეც ყველაფერს დავაშენებთ.